მოგესალმებით, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება პროტესტი. 313 დღეა დღეს ბათუმში უწყვეტი პროტესტის და შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივიდა, პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები ისევ შეიკრიბენ. ძირითადი აქცია იყო თბილისში რუსთაველზე, სადაც თავიანთი მოთხოვნები მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გააჩღერეს. ამ საპროტესტო აქციის შემდეგ დააკავეს კონკრეტულად იმ დღის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის არის პატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი მანაგაძე, დაკავებული არის ასევე პატა მანჯგალაძე, რომელთან დაკავშირებითაც დღეს ადვოკატების გარდა გირჩის წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა განცხადება. მან განაცხადა, რომ მზად არის პატა მანჯგალაძეს ჩაუდგეს თავდებში იმასთან დაკავშირებით, რომ მას აბსურდად მიაჩნია ბრალდება, რაც არის მის წინააღმდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვეთანხმები აქციის სხვა ორგანიზატორების წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას, თუმცა თავდებში მინდა ჩაუდგე პატა მანჯგალაძეს, რომ მისი მხრიდან არანაირ დამხობას ადგილი არ ექნებოდაო, აცხადებს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მინდა გითხრათ ასევე, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც პროტესტს უცხადებდა 8 ოპოზიციური პარტია, არამხოლოდ არ მონაწილეობდა თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ქუჩაში გამოსვლით საპროტესტო აქციებით აპროტესტებდა ამას და აცხადებდა, რომ ეს არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური, რადგან უნდა ჩატარდეს იგივე ხელისუფლების პირობებში და უნდა ჩაატაროს ცესკოს იგივე შემადგენლობამ, რომელმაც ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები. უკვე 313 დღეა, რაც ამ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დგას ამ მოქალაქეებისთვის. ისინი გამოდიან ყოველ საღამოს თბილისში რუსთაველზე, აპროტესტებენ პარლამენტთან და ასევე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოქალაქეები აცხადებენ, რომ გამომდინარე იქედან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, დიდი მობილიზებით. მიუხედავად ამისა, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ფარულობის პრინციპი დაირღვა გაჟონა მელანმა და სხვებისთვის გასაგები გახდა იმის შესახებ, თუ კონკრეტულმა პირებმა რა არჩევანი დააფიქსირეს და ვის მისცეს ხმა. ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც დაირღვა. მიუხედავად ამისა, ოცნება ამ ბრალდებებს უარყოფს და 2024 წლის არჩევნებს ცნობს როგორც ლეგიტიმურ არჩევნებს. შეიკრიბა პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა იმ პარლამენტს, 2024 წლის პარლამენტს, მოქმედ პარლამენტს და ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში. ოცნების პარლამენტმა მიიღო ბევრი კანონი, რომლის შემდეგაც დაიწყო რეპრესიები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ასევე მედიის წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში თქვენ თუ ადევნებდით თვალს საინფორმაციო გამოშვებებს, ასევე თუ ეცნობით ვებგვერდზე ინფორმაციას, ვებგვერდებზე გაიგებდით, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობდა, ქალების, ბავშვების, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებზე შეაჩერა მუშაობა. სწორედ ამ კანონების დამსახურება ის, რომ ეს ორგანიზაციები ვეღარ აგრძელებენ მუშაობას და არა მხოლოდ ვეღარ აგრძელებენ მუშაობას, არამედ უამრავი გამოწვევის წინაშე დადგნენ თვითონაც. მინდა გითხრათ ასევე ყველაზე ახალ ამბავზე. დღეს თავისუფლების მოედნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს წდომას მათ საბანკო ანგარიშებზე, როგორც პარტიის საბავშვო
საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას არ არეგისტრირებენ პარტიად. ორგანიზაციამ არაერთხელ მოითხოვა წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, რომ სურს პარტიად ჩამოყალიბდეს, ამაზე უარსეუბნებიან და ვერ ახერხებს თავისუფლების მოედანი პარტიად ჩამოყალიბებას, მიუხედავად ამისა, ანტიკორუფციული ბიურო თავისუფლების მოედნის წევრებისგან ითხოვს წვდომას საბანკო ანგარიშებზე და ასევე აცხადებს, რომ ეს არის სასამართლოს მიერ უკვე გადაწყვეტილი. მინდა გითხრათ ასევე, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ოცნებამ ჩაატარა, ძალიან დაბალი აქტივობა დაფიქსირდა საქართველოს ისტორიაში. ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, აი მაგალითად 150,000-ზე მეტი ამომრჩეველია ბათუმში და აქედან 40,000 დაახლოებით 500-მა ან 40,500 რაღაც რიცხვია, ზუსტად არ მახსოვს ციფრები, მისცა ხმა ბათუმის მერობის კანდიდატს. ფაქტობრივად მოქალაქეებმა თავიანთი პროტესტი ოცნების ხელისუფლების მიმართ და უნდობლობა იმ არჩევნების მიმართ, რომელიც ჩაატარა ოცნებამ, გამოხატეს ამ ფორმითაც ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. 2009 წლიდან მე პირადად როგორც ჟურნალისტი ვაკვირდები არჩევნებს და არც ერთ არჩევნებზე არ მინახავს დილის საათებში, შუადღის საათებში, საღამოს საათებში, რომ უბანთან არ იყოს რიგები და ამომრჩეველი არც დილგობდეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, აი დიდხანს არ მოწეოდათ დგომა საარჩევნო უბანთან და მაქსიმალურად მოკლე დროში მოეხერხებინათ ხმის მიცემა, თუმცა თუ არ გახსოვთ, მოძებნეთ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ნახეთ ფოტომასალა და ნახავთ, რომ 30-ან 30-ზე მეტი ადამიანი იდგა ხოლმე საარჩევნო უბნებთან რიგში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, ასეთ სურათს ნამდვილად ვერ ნახავდით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მინდა გითხრათ ისიც, რომ იმ არჩევნების წინასწარი მონაცემების შედეგად, რაც ჩატარდა, ბათუმის საკრებულოში მივიღეთ ასეთი სურათი, ეს არის წინასწარი შედეგები, კიდევ ერთხელ გავსვა მხას, შეიძლება რომ მცირედით დაზუსტდეს, თუმცა ფაქტობრივად უკვე დათვლილია ყველა უბანი. ბათუმის საკრებულოში მივიღეთ ასეთი სურათი, 25 წევრიანი იქნება ბათუმის საკრებულო, აქედან სამაჟორიტარო ოლქები მოიგეს ოცნების წარმომადგენლებმა, 10-ვე უბანი მოიგეს ოცნების წარმომადგენლებმა, აქედან პროპორციული სიით, უფრო სწორად, აქედან არა, პროპორციული სიით გარდა ამისა, უნდა შევიდეს 15 წევრი საკრებულოში და 12 შეიყვანს ოცნება. ოპოზიციის წარმომადგენელი გვეყოლება 3 საკრებულოში, ერთი იქნება ლელოს წარმომადგენელი, ლელომ შეძლო ერთის შეყვანა, ერთი წევრის შეყვანა, ასევე გახარია საქართველოსთვის პარტიამ შეძლო კიდევ ერთი წევრის შეყვანა და ერთი წევრის შეყვანა შეძლო გირჩმა. 3 ადამიანს 25 წევრიან საკრებულოში ისიც შეუძლია, რომ შექმნას ფრაქცია, თუმცა რამდენად მოახერხებენ შეთანხმებას, ეს ალბათ მომავალში გამოჩნდება. იგივე სურათი გვაქვს ფაქტობრივად მუნიციპალიტეტებში, ოპოზიციურმა პარტიებმა ძირითადად თითო წევრის შეყვანა მოახერხეს, ხოლო მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებმა 100% აჩვენეს შედეგი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 100%-მა უბანზე მისული ხმების 100% მათ სასარგებლოდ ჩავარდა საარჩევნო ყუთში. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უკონკურენტოები იყვნენ ფაქტობრივად ოპოზიციურ პარტიებს მუნიციპალიტეტებში, არ ჰყოლიათ მათი კანდიდატები და აი მაგალითად ხელვაჩაურში, საგარეჯოში და ასე შემდეგ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იყო ძირითადად
ოცნების კანდიდატი, ოცნების მერობის კანდიდატი, შესაბამისად მათ მოიგეს არჩევნები. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 268 დღე გავიდა დღეს, რაც ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაშია. მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა 2 წელი გადაკვალიფიცირა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება და ასე განსაზღვრა, რომ მზია ამაღლობელმა ხელი შეუშალა პოლიციას მუშაობაში, მანამდე მზია ამაღლობელს აიდავებოდნენ პოლიციელზე თავდასხმას, ეს იმის გამო, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ აქციაზე ფაქტობრივად იქ რჩებოდნენ მოქალაქეები და ერთგვარი აქცია მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც დააკავეს მანამდე მშვიდობიანი აქციის წევრები და შემდეგ უკვე ეს მოქალაქეები ელოდნენ სამმართველოსთან მათ გათავისუფლებას, გათავისუფლეს მხოლოდ ქალები, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები რაღაც დროით დარჩნენ სამმართველოსთან და იქ იყო მზია ამაღლობელიც, რომელიც მანამდე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული სტიკერის მიკრის გამო და იყო ვითარება, როდესაც ყველას ჰქონდა განცდა, რომ რამდენიმე წუთში ეს აქცია დაიშლებოდა. სწორედ ამ დროს დაიწყო დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, რა დროსაც მზია ამაღლობელმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა სილა გააწნა ბათუმის პოლიციის ყოფილ უფროსს უკვე ირაკლი დგებუაძეს და ეს ამბავი პოლიციამ შეაფასა როგორც პოლიციის უფროსზე თავდასხმა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ამას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა არ შეიძლება რომ იყოს სისხლის სამართლის საქმე და მზია ამაღლობელი ისჯებოდა სწორედ მისი საქმიანობის გამო. ასე ამ მოტივით წარიმართა სასამართლო პროცესები, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი დააპატიმრა 2 წლის ვადით. მზია ამაღლობელის ადვოკატებმა განსაჩივრეს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და რამდენადაც ვიცი, უკვე ჩანიშნულია ამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში. როგორც ხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმყოფებით საპროტესტო აქცია აქ გრძელდება და მე შევეცდები, რომ მოგასმენინოთ აქ შეკრებილების მოსაზრებებიც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდა ბოლო პერიოდში მოვლენები საქართველოში და როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი, როგორ ხედავენ ამას მოქალაქეები. თქვენ მინდა გთხოვოთ ბათუმელების ლაივში უკაცრავად, თუ შეიძლება? არ უნდა. კარგი, უარი გვითხრა ფაქტობრივად. ოღონდ გამოხატა, რომ უარზეა, არ გვიპასუხა. კარგი, მარიამს გთხოვოთ მაშინ, ეს ის ტელეფონზე საუბრობს. მარიამ, შეიძლება რა გთხოვოთ ჩაგვერთო ბათუმელების ლაივში? მარიამ, ძალიან ბევრი საკითხია ბოლო პერიოდში, რაც აქტიურად განიხილება როგორც პროტესტის მონაწილეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში, როგორც განვითარდა ბოლო დროს მოვლენები და რაც იყო პასუხი ხელისუფლების მხრიდან, ოცნების პრემიერის მხრიდან, რომ ყოველ შემდგომ აქციას, რასაც გამართავთ, განვიხილავ იმ აქციის გაგრძელებად, რასაც ჩვენ უკვე უწოდეთ და შევაფასეთ როგორც დამხობა. რა გითხრა ამით ოცნების პრემიერმა? გამოხატვის თავისუფლება იკრძალება, პროტესტზე გამოსვლა იკრძალება თუ რა პასუხი შეიძლება მოუყვეს ამას აქციის მონაწილეების მხრიდან? აბახიძის ეს განცხადება მე მგონია, რომ მაინც გაკეთდებოდა მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები 4 ოქტომბერს. ეს კურსი დიდი ხანია აღებული აქვს ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ამ კურსს ჰქვია დედემოკრატიზაცია, ძალაუფლების კონსოლიდაცია რაღაცა ძლიერი ვერტიკალის ქვეშ, რომელიც არც ისე ძლიერია სინამდვილეში, იმიტომ რომ
ერთმანეთის მიმართაც კი არა აქვთ ნდობა და ერთმანეთსაც უსწორდებიან, ეს სისუსტეზე მეტყოლებს, ხო, მათზე. თუმცა მისი ეფექტები, რომ შეავიწროვოს ხალხი, შეავიწროვოს მედია, ჩაახშოს კრიტიკული ხმა, მუშაობს. და ჩვენ ხედავთ, რომ იმ კანონებს, რომელსაც იღებენ, ბევრი ორგანიზაცია შეეწირა. ხედავთ, რომ კრიტიკული მედია საფრთხის ქვეშა, ხედავთ, რომ აქტივისტები სავსეა ციხეები და ასე შემდეგ. და საერთკენაც მიდიან ესენი. ეს არის, რომ სრულიად მოისუფთავონ ველი, სრულიად წაშალონ თუ რა გააქრონ სივრცე იმისთვის, რომ მათ მიერ ჩადენილ უსამართლობების გამოტანა შევძლოთ ღია ცისქვეშ, ხო? ან შევძლოთ ლაპარაკი იმაზე, თუ რა ტიპის უსამართლობებს განვიცდით და როგორი ქვეყანა გვინდა საერთოდ. ამიტომ 4 ოქტომბერს მოხდებოდა თუ არა იმ ღობის არ ვიცი რა დავარქვა მონგრევა არა რა განცხადებები გაკეთდებოდა ახლა უბრალოდ რეჟიმი ცდილობს საბაბად იქონიოს ეს შემთხვევა და თქვას ის რაც მას უკვე წინასწარ რეცეპტულად მოფიქრებული და დაგეგმილი აქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრაზი უნდა მიიმართოს არა წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანებისადმი, რომლებსაც შეიძლება ტაქტიკებს არ იზიარებდნენ და ყველა სხვადასხვა ტაქტიკით მიგვაჩნდეს, რომ უკეთესი არის წინააღმდეგობა გაიწიოს. ანუ ჩვენი მტერი დღეს არის ქართული ოცნება, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რაც მოდის სახალხო ინტერესთან წინააღმდეგობაში. და ეს ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ სხვაგან, ანუ ამაზე უნდა ვიყოთ. მინდა გითხრა, რა გვაჩვენა ხალხმა. ფაქტობრივად პირველად იყო არჩევნები, როცა ასეთი დაბალი აქტივობა იყო საარჩევნო უბნებზე, არც ერთ უბანზე ბათუმში ჩვენ რიგი არ გვინახავს. და გვახსოვს 2024 წლის არჩევნები, როცა მინიმუმ 30 ადამიანი იდგა რიგში, რომ ხმა მიეცა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა და ზოგი რაღაცა ცდილობდა კიდეც, რომ აი მე ბავშვიანი ვარ და ასე შემდეგ, მსგავსი სცენები გვახსოვს. და მაღალი აქტივობა საკმაოდ. ერთი მხრივ ძალიან დაბალი აქტივობა უბნებზე და მეორე მხრივ ძალიან ბევრი ადამიანი საპროტესტო აქციაზე 4-ში. ძალიან ბევრი ადამიანი. რა გვაჩვენა მან, რომ სინამდვილეში ხალხმა ძალიან კარგად იცის რა უნდა თუ რა? ნამდვილად ხალხმა იცის ძალიან კარგად ესმის მისი მდგომარეობა, მისი სიღარიბე, მისი უფლება, შელახულობა ვის მიერ არის გამოწვეული, რა გარემოებებმა განაპირობა და ძალიან ცნობიერია ამ ყველაფრისადმი და სწევს წინააღმდეგობას, მათ შორის არჩევნებზე არ გამოცხადება არის კიდევ ერთხელ არ აღიარება და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ და უიმედობის გამო ხატულებაც რომ მისი აქ და ასევე ძალიან მედეგობის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებას ამოქმედებული აქვს, რაც წინა არჩევნებზე ხნეს, როცა საპარლამენტო არჩევნები მოიპარეს, ის ყველა მეთოდი წელსაც იყო გამოყენებული დატერორების, დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების, პარტიული მიზნებით გამოყენების, ხო? დარეკვის, ასე შემდეგ. ყველაფერი გამოყენებული ჰქონდათ, მაგრამ ვერ მიიღეს. ანუ რაც უფრო მეტად იზრდება მათი აჩვენებენ ძალადობრიობას, რაც უფრო ნაკლებად სცემენ ფორმალურადაც კი პატივს ხალხის ნებას იმ ინსტიტუციებს, რომლებიც ხალხის სამსახურში უნდა იდგნენ, მით უფრო მეტად იაშკარავებენ თავს, რომ არაფერი მათ სათქმელადაც კი სახალხო არ აქვს. და ეს ჩვენთვის წინააღმდეგობისთვის ძალიან სასიკეთოდ მუშაობს.
უიმედო მდგომარეობა გვაქვს მეორე თვალსაზრისით და ეს მეორე თვალსაზრისი არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ბანკროტი ფაქტობრივად და არ შესწევს ოპოზიციურ ფლანგზეც წარმოადგენელ პარტიებს არ შესწევს ძალა, რომ რაღაცა ქმედითი ეფექტური ალტერნატივა შესთავაზონ მოსახლეობას, მაგრამ ქართული ოცნებისთვის ეს კიდევ უფრო დიდი კრახია, იმიტომ რომ ხალხმა ამ არჩევნებზეც მორიგჯერ უთხრა სრულიად მათი მიერ გაკონტროლებულ არჩევნებშიც კი, როცა არ იყო ძლიერი ხალხთან მუშაობა ოპოზიციური ფლანგის მხრიდან, ასეთ პირობებშიც კი ხალხმა ქართულ ოცნებას უთხრა მტკიცე არა. ეს არის ძალიან დიდი ამბავი, რომლის მიჩქმალვასაც რა თქმა უნდა ცდილობენ და როგორი დამაკანინებელი თუ არ ვიცი რაღაცა საკუთარი თავის და პარტიის განმადიდებელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ გადასაფარად პროპაგანდისტული მედიების გამოყენებით. დავინახეთ ეს და რაღაცა იმედით აღვივსეთ, რომ ჩვენ რიგითი ადამიანები ერთ მხარეს ვდგავართ. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრი ვერ ახერხებს ჩვენი სათქმელის გაჟღადებას, ჩვენი წუხილების მოსაგვარებლად რაღაცა ქმედითი გეგმის შემოთავაზებას, თითქოს არც ესმით მათ ჩვენ რა გვაწუხებს. მაგრამ ეს კიდე უფრო ის არის იმედის მომცემი არის, რომ რაღაც ისეთი ალტერნატივა დაიბადება ამ ხალხის ერთობისგან, საერთოობისგან, რომელსაც ვერც ერთი სამომავლოდ, ვერც ერთი არა მარტო ქართული ოცნება, არამედ სხვა პოლიტიკური ძალა ვეღარასოდეს გამოიყენებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ერთ დეტალზე გკითხავ, მაშინ აი ახლა თქვი, რომ ოპოზიციის სპექტრიც ვერ ახერხებს თითქოს უპასუხოს იმ წუხილს, რაც ხალხს აქვს. გულისხმობ პროტესტზე გამოსულ ადამიანებს, მათ ვინც ერთხელ მაინც დააფიქსირა თუნდაც პროტესტი, ხომ? როგორ ფიქრობ, რა აკლია ოპოზიციას? კომუნიკაციის პრობლემა არის, უფრო მკაფიო უნდა იყოს? თუ რა პრობლემა, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია? ვიცით, რომ ბევრი ლიდერი არის დაკავებული, ახლა კიდე დაემატა დაკავებულები, მანამდეც იყო ეს პრობლემა თუ ახლა გაჩნდა? პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება არის ძალიან ზედაპირული პრობლემა. სინამდვილეში ძალიან ღრმა სტრუქტურული პრობლემები არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. ხალხს არასოდეს არ ქონია სრულფასოვანი შესაძლებლობა ჩართულიყო იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მასზე ახდეს ფუნდამენტურად, ანუ არსებით გავლენას. თუნდაც ოპოზიციის გადაწყვეტილებებში, როგორ ქალაქებში, როგორ სოფლებში, როგორ დავაღწიოთ თავის სიღარიბეს, როგორი ჯანდაცვის პოლიტიკა გვინდა, როგორი გვინდა იყოს ჩვენი სოციალური დაცვა. ამ ყველაფერს ოპოზიცია ვერ აჟღერებს ისე, როგორც საჭიროა? ვერც აჟღერებს, არც მუშაობს ამ საკითხზე, არც ელაპარაკება, არც ისმენს და ეს არის არა მარტო ქართული ოცნება ხო რეალურად აგრძელებს წინა რეჟიმის გულგრილობას, ამათ არავითარი ახალი იდეოლოგიური ჩარჩო არ შემოუთავაზებიათ, იმავე ეკონომიკურ პოლიტიკას აგრძელებს, იგივე რაღაცა მიბმული არის ტურიზმზე, ინვესტიციებზე, ნგრევაზე და არასოდეს არსებითი დაცვის მექანიზმები, კეთილდღეობის მექანიზმები მათ არ შემოუტანიათ. ცოტა ხნით რაღაც შემოიტანეს ხმების მოსაგროვებლად, შემდეგ ეს სისტემებიც დაამხეს, ხო? როგორც არის მაგალითად ერთი პროგრესული რაც ჰქონდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ახლა კიდევ უფრო გაკერძოებული არის და კერძო ბიზნესების ხელში არის და ამათ ხელში კიდევ უფრო მეტად აყვავდა რა ვიცი, ფარმა მაფია იქნება თუ ბანკების მიერ მართული სამედიცინო დაწესებულებები კიდევ უფრო ანტისახალხო გახდა და რიგით მოქალაქის ჯიბედან ახლა კიდევ უფრო მეტი იხარჯება იმაზე, რომ იმკურნალოს და წამალი მიუტანოს სახლში მოხუც, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. ანუ არაფერი ეკონომიკური თვალსაზრისით არ
შეცვლილა პირიქით. გაგრძელდა იგივე პოლიტიკა და ახლა უკვე მიშას რეჟიმიც იყო ავტორიტარული, მიშას რეჟიმიც უსწორდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს ძალადობით, მაგრამ ასეთი ფართო მასშტაბის დანაშაული ხალხის წინაშე, ასეთ მედიის წინაშე, ასეთ ადგილი არ ჰქონია. არსებითად ახალი არაფერი არ არის და სხვა დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმაც ვერ შეძლეს ხალხის ინტერესებისთვის ეგულშემატკივრად და ბოლომდე ემუშავათ. შეიძლება ახლა ისწავლონ, მათთვისაც გაკვეთილი აღმოჩნდეს საკუთარი კრახისთვის თვალის გასწორება რთული არის, მაგრამ აუცილებელი რაღაც არის. აქედან უნდა დაიბადოს რაღაც რაც შეცვლის, რაღაც ალტერნატივა იქნება და 4 ოქტომბერს ჩვენ ეს დავინახეთ. კიდევ ერთხელ დავინახეთ ამის ძალიან მძაფრ საჭიროება. ასევე დავინახეთ, რომ საზოგადოება ერთხმიანია და ჩვენ ერთმანეთის გვესმის, ერთმანეთის საჭიროებების გვესმის და წარე შიმშილს გვძნობთ იმისა, რომ გაჩნდეს რაღაცა ახალი. ეს ამის გაჩნობიერება არის ნახევრად მოგვარება პრობლემის, ანუ პრობლემის გაჩნობიერება და ანუ ახლა ხალხისთვის ასე გავიგე მე, თუ სწორად გავიგე. ახლა ხალხისთვის ისიც არის პრობლემა და საფიქრალი, რომ გაჩნდეს მალე რაღაც ახალი, ვინც უფრო მკაფიო იქნება, ასე ვთქვათ, ფოკუსირდეს ხალხის პრობლემებზე, გააჟღეროს და იმუშაოს ამაზე, ხო? კი, ანუ ჩვენ ხო ზუსტად და იმათ მივყვეთ, ვინც დაუშვათ ოდესღაც ოპოზიციაში ხელისუფლებაში ყოფილა და ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავე საკეთებდა, თითქმის იმავე. ახალს მივცეთ შანსი, ოღონდ ეს უნდა გაჩნდეს. ეს უნდა გაჩნდეს და ეს საჭიროება ამ რამ უნდა უპასუხოს ამ მოთხოვნას, ამას გამოაჩენს. ანუ ამ პროცესში, ამ ფიქრში, ამ მსჯელობაში გაჩნდება აუცილებლად. მადლობა, მარიამ ქაჯაია საუბრობდა ბათუმელების ლაივში. მისი განცხადებით აუცილებლად უნდა გაჩნდეს ახალი ძალა, რომელიც იმუშავებს ხალხის პრობლემების უფრო მკაფიოდ წარმოჩენაზე და ეს ძალა ჯერჯერობით არ ჩანს მისი თქმით, თუმცა აუცილებელია რომ გაჩნდეს. როგორც ხედავთ, ისევ ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქ შეკრებილები არიან ბათუმის აქციების მონაწილეები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან აქ და ისინიც, ვინც კონკრეტულ შემთხვევებში იმოდიან აქ. მინდა გთხოვოთ ბათუმელების ლაივში, თუ შეიძლება, ერთ კონკრეტულ ამბავზე მინდა გთხოვოთ, არ გადაგუხვიოთ ამჯერად თემას. ნახეთ, ასეთი საკითხი არის. მე გნახეთ 4 ოქტომბერს აქციაზე სპეცრაზმის წინ თქვენ შოულ ფორმაში დროშით შევახსენებ მაყურებელს, რომ ვესაუბრებით ბათუმის აქციების მედროშეს, რომ აგვიღწეროთ რა ვითარება იყო ის იქ ხალხს რა განწყობა ჰქონდა, სპეცრაზმი როდის გამოჩნდა, ვითარება რაც დაინახეთ იქ, რადგან თქვენ იყავით ზუსტად სპეცრაზმის პირისპირ. ნუ რა, როგორც საერთოდ მე სადაც ხალხია, იქ უნდა წინა ხაზზე აუცილებლად მოწოდება რო იყო წავიდეთ ათუნელზეო, ერთ-ერთი პირველ რიგებში მაგრამ მე ახლა კიდე ვიტყვი, აი ამ შენობის უკან მთელ კედელზე მიწერია, რომ ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ მეთქი და ჩემი აზრით სიბრძნეა გველსხვრელიდან ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო. მინდოდა გამეგებია, რასაც ყოველთვის ვამბობ, რომ თავისი ოჯახებს, თავისი შვილებს მიედენებიან სასაკლაოზე ფაქტიურად და ცდილობდი ლოგიკით, აზრით, გამოფხიზლებით იქნება და სხვათა შორის აი სპეცრაზმთან, რომელსაც მეთაურთან საუბრობდი, იმგენმა ხელი არ გააქმნიან და არაფერი არ ხდნენ. აი ზუსტად აი შიგნიდან მუხანათურად პირდაპირ იმგენმა იმან დამარბია რა, რომ შეიძლება სიტყვას არ გაეჭრა და სხვანაირი ვითარება არ მომხდარიყო. მე ბოლომდე იმედი მაქვს ყოველთვის ადამიანის გონებაზე, ცივილიზებული ხერხებით. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია ძალადობა, ნებისმიერი
სიმართლეს ძალადობა არა აქვს. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ღმერთის ძალით და ყველანაირად ვცდილობ, რომ ადამიანების გონებამდე მივიდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ტყვეობაში და ნებისმიერი ადამიანი თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ხოცებიც არიან უკვე ტყვეობაში იმ დიდი რუსული ძალის ნომენკლატორული რეჟიმის ტყვეები არიან ყველა. ბიძინა უკვე არცაა საუბარი, მაგე არის უკვე თვითონ იმ კგბ ყოფილი კგბ-ს წარმომადგენელი. შემოგევლე. აი ბატონი მახოგვესტუმრა ქალბატონი მზიას ძმა. ჩვენს ლაივში რესპონდენტი ამიტომ მე ესალმება, ასე ვთქვათ, მზია მაღლობელის ძმას, რომელიც ყოველდღე არის ბათუმის საპროტესტო აქციაზე. იმიტომ რომ მე თუ ჩემს ტკივილზე ვსაუბრობ, ბევრად უფრო მეტი ტკივილი გააჩნია სხვებსაც, ხო ასეა რა. ჩემი ტკივილზე რა საუბარი, რა უნდა ვილაპარაკო და რა უნდა ვთქვა. ბატონო ზურა, მინდა გკითხოთ, გამოდის ოცნების პრემიერი და აცხადებს, რომ აქციები არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა აქცია, რომელიც ამის შემდეგ იქნება, განიხილება დამხობის გაგრძელებად და პარალელურად რა არის, იცით, თავიდანვე ამბობ, საქართველოში მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება. სათავეში დღეს საქართველოს მართავს ყაჩაღების და მკვლელების ბანდა, რომელებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან, აბსოლუტურად ყველაფერზე. მთლიანად მთელი საქართველო მიაქანებენ საქართველოს სრული გათხრობისკენ ფაქტიურად. ამიტომ ვიძახი, რომ 1000-ჯერ რო ვთქვა, ყველას ტვინში უნდა ჩაჯდეს, როგორც მანდრა, როგორც ჭეშმარო 2-ჯერ 2-4-ია. ეს 4 ფაქტი, რომ რუსეთის მართლობა არის პირდაპირ გზა საქართველოს გადაშენებისკენ, საქართველოს არარსებობისკენ, აი ამისკენ მიექანებათ. ვიცოდეთ, გავიმეორეთ ისევე, ყველამ უნდა აღიბეჭდოს, რომ რუსული მართლობის ქვეშ 1000-ზე მეტი, მილიონზე მეტი ქართველი მოკლეს. რუსული მართლობის ქვეშ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა რუსი მართველის ყველაზე დიდი ოცნება არის გრუზია без გრუზინ, საქართველოს ქართველების გარეშე და ყველაზე საშინელი რაც არსებობს, აი კავკასიაში მე-20 საუკუნეში დედამიწის ზურგიდან გააქრენ ორი ერი, აბაზგები და უბიხები და ამის გამკეთებლებიც არის. ვისაუბრეთ ბევრჯერ. რა თქმა უნდა, 1000-ჯერ ვიტყვი, სანამ ყველას ტვინში არის ჩაჯდება ეს და არ მივა იმ დონემდე, რომ დღეს თუ ამ რეპრესიული ძალებით ტვინი გამოგვირეცხენ და ტვინში ჩაგვიდნენ, რომ ჩვენ თუ კარგად ვართ, ყველაფერი რიგზია, არ არის ასე. ყველას ემუქრება გაქრობა, ფიზიკურად გადაგვაშენებენ და იმ ხოცების ყურამდეც უნდა მივიდეს. ეს ხომ ფაქტია. ეს ხომ რაღაც მოგონილი არა, ეს ხომ მოხდა უკვე რა. როგორ უნდა აღვიქვათ სხვანაირად. ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ გამოსავალი არის ევროკავშირი და ევრორეგულაციები. და ღმერთით აი მთელი 37 წელია ვიძახი და ყველას ვაგონებ, რომ ლუსტრაციის კანონი ამისაღები, იმიტომ რომ ეს 100 წლიანი რეჟიმი, კგბ-ს რეჟიმი, ნომენკლატორული რეჟიმი დღესაც მართავს. არ წასულა არსად. ლუსტრაციის კანონი თავისუფლების მოედანმა დაანონსა, რომ როცა იქნება შესაძლებლობა წარადგენს ოცნება ვთქვა, აი მართლა ყველაზე დიდი ნატრა ვერ გადარჩება ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის წასულით რეჟიმი არ მარცხდება. ეს რეჟიმი არის დამარცხდება მხოლოდ აი ამ ყველა იმ უშიშროების კგბ-ს ძველი ნომენკლატორული რეჟიმის მართველების და ფარული აგენტების წასვლით ყველა უნდა გამოაშკარავდნენ. მადლობა ბათუმის აქციების მე დრო შესაუბრობდა ბათუმელების ლაივში, როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. სიალა ქათამიძეს ხედავ, თხოვოთ სიალას ჩაგვერთოს
ციალა, შეიძლება? ციალა. ციალა, მას შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები ბოლო პერიოდში, აი ვნახეთ თუნდაც როგორი გადანაწილება გვექნება ოცნების საკრებულოში, თავისუფლად შეგვიძლია ამის თქმა, იმიტომ რომ ძირითადი შემადგენლობა იმ მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, რაც ცესკოს აქვს, 3 იქნება მხოლოდ ოპოზიციიდან. ფაქტობრივად გამოჩნდა ისიც, რომ ადამიანების უმეტესობა, ამომრჩევლის უმეტესობა არ მივიდა არჩევნებზე და ეს იყო საქართველოში არჩევნები, რომელიც ყველაზე დაბალი აქტივობით გამოირჩევა. და მეორე ნაწილი ამ უმრავლესობის მივიდა მეორე ადგილას, სადაც არ ვიცი, აი მთელი თვეების განმავლობაში იმდენად მრავალმხრივი, არ ვიცი, ბლეფი აეწყო, რომ საზოგადოების ყველა ფენა იმ ადამიანებმა, რომლებმაც, რა ვიცი, 8 ნოემბრიდან კი არა, აი 1 წლის კიდე რუსული კანონიდან მოყოლებული რაღაცა ტიპის, რა ვიცი, პროტესტი სადღაც მოიტანეს, სხვადასხვა ჯგუფებმა ისევ მოიყარეს თავი, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც არ ენდნენ არჩევნებში შემავალ პარტიას, იმიტომ კი არა, რომ აი რა ვიცი, მე მგონია, რომ რაღაცა ტიპის იმაზე საუბარი, რომ ლელოან გახარია გაურიგდა ოცნებას, ეგ რეალური არ მგონია, უბრალოდ შევიდნენ რაღაცების გამო, არ ვიცი, რაღაც ჟინაზე, გაბრაზების გამო, იმის გამო, რომ ასე უკეთესი ეგონათ. არა, საუბარი არის ახლა იმაზე, რომ არ წაყვნენ, იმიტომ რომ ვერ ახსნეს რეალურად რა და როგორი, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად პირველი დანებდნენ და დაიწყეს ახალ რეალობაზე გადაწყობა. თუმცა შედეგი მიიღეს, რაც მიიღეს, ხო? ერთი ადამიანი რა უფრო მეტი კითხვები დასვეს, ანუ პასუხისმგებლობა აიღეს უფრო მეტად როგორც მოქალაქეებმა და არ წაყვნენ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაში, იმიტომ რომ შეეშინდათ ახალი მარცხის. და ამ დროს წავიდნენ სადღაც ალტერნატიულ დაძახილზე და იმდენად ითამაშა ამ რაღაცა ტიპის, რა ვიცი, დამარწმუნებელმა მოწოდებებმა, რომ რაღაცა ტიპის, არ ვიცი, თუმცა რავალმხრივად ეს სადღაც 1 საათში მე ვნახე რუსთაველის გამზირზე, როგორ დაიმსხვრა ადამიანების, რა ვიცი, და როგორ შეერწყათ ადამიანებს, როგორ დაიჯერეს ის რაღაცა ტიპის, რა ვიცი, მოწოდება თუ რა ვიცი, არასწორად და არ ვიცი რა მოხდა, ამაზე ალბათ პასუხი უნდა გასცეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მათ შორის აქ მოდიოდნენ და არწმუნებდნენ ადამიანებს რაღაცა ტიპის გამოსავლებში და თან საუბრობდნენ იმაზე, რომ გრძელვადიანმა პროტესტმა ამოწურა თავის თავი. რეალურად ჩვენ ვართ იმ რეალობაში, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ოპოზიციურ ველზე პოზიციონირებს, ამბობს, რომ ქუჩის აქციებმა თავის თავი ამოწურა. ანუ მრავალმხრივად არის გახარია თავის დროზე ამბობდა და თუმცა არ ამბობს, რომ უშედეგო იყო, ხო? ლელო პოზიციონირებდა, რომ კი იქაც მივალთ და იქაც, თუმცა საბოლოოდ თქვა, რომ ანუ არ არის გამოსავალი და აქეთ ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ აი ასე ერთად რაღაცა უნდა შევცვალოთ. ფაქტობრივად არ ვიცი, მე როგორც მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია ვცდილობ გამოვხატო პროტესტი ქართული ოცნების როგორც რუსული ხელისუფლების მიმართ. მე ვცდილობ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ყოველდღე აქ მოსვლით და იმითი, რომ ზუსტად ვიცი, რომ ის რაოდენობა ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე დავდივართ, ფიზიკურად შეუძლებელია გადაწყვეტის რაიმე ტიპის, რა ვიცი, თუ ამას არ დაშენდა რაიმე გონივრული გამოსავალი, რომელიც სადღაც ბოლომდე მიგვიყვანს, აქ ეგეთი კითხვა. ანუ ყველა დანებდა, ანუ გვაქვს რეალობა, რომ ყველა დანებდა და თქვა, რომ ეს არა ვერ დავიღალეთ, არასწორია, თუმცა გამოსავალი და ალტერნატივა რა არის გამოსავალი, ვერ ამბობს. მაგ კითხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან და ადგილობრივ ცენტრალურ დონეზე. როგორ ვაგრძელებთ? რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ, რა ვიცი, მთელი 1 წლის განმავლობაში ისე მოგტაცეს. იმიტომ რომ, რა ვიცი, მდგომარეობა იმაზე უფრო მეტად რთულია, ვიდრე, რა ვიცი, გვეგონა, იმიტომ რომ არც ერთი პოლიტიკური მოთამაშეს პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე, არც რეალობაზე, არც სამოვალო გეგმებზე და ამის პარალელურად ქართული ოცნება ახორციელებს ყველა იმ, რა ვიცი, მოღალატეობრივ საქმიანობას ამ ქვეყანაში, რომელიც
რა ვიცი დაგეგმა როდის არ ვიცი ამაზე რა ვიცი თანხდებით მე მგონი საზოგადოების უმრავლესობა ამ ქვეყანაში რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია როდის დაიგეგმა შეიძლება ამაზე თანხდებოდე თუმცა რა ვიცი ყველა ძალიან აქტორები და რომელზეც ვისაუბრეთ მათ შორის გახარიას პარტიაც თანხდება ამაზე რომ ხო ეს არის რუსული სპეცოპერაცია რა ვიცი მაშინ რას ველოდებით რაღაცა ან ნოლიდან დავიწყოთ ან რაღაცა ყველაზე რთული არის რომ ერთი წლის წინ რა მდგომარეობაში ვიყავით იმის ეხლა რო შევადაროთ იმის მინუს მდგომარეობაში ვიწყებთ იმიტომ რომ აღსაგდენია ნდობა დასახატია გეგმები, ანუ სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს. ანუ სადაც არ უნდა ვიყოთ, რა ტიპის, რა ვიცი, ადგილას, გარდა ქართული ოცნების რეალური გულშემატკივრებისა, რა ვიცი, არ ვიცი, ეს რეალური გულშემატკივრები მხოლოდ ისინი არიან, ვისაც რა ვიცი, ჩანს ხო რა ციფრებიც გვაქვს ეს ცხოვრების წესები ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, იმიტომ რომ თუ ვიღაცასთან გრთამი არ მიიტანა, სხვანაირად ვერ სკოლაში, რა ვიცი, სკოლას დაამთავრებს, ვერც უნივერსიტეტს, ვერც ბიზნესს დაიწყებს, ანუ ეგეთ ცხოვრება მოსწონთ, იმიტომ რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვერაფერს ვერ შექმნიან. ვერსად, ვერც ბიზნესში, ბათუმს რო გადახდეთ, ქალაქ ბათუმს, აი რა ვიცი. ქალაქ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატი ისწრდნენ და ფაქტობრივად ანუ ქალაქს აკადრეს ის რომ სიტყვიერად გააცამტვერეს თვითმმართველობის ისტორია. იმიტომ რომ აი ვინც ბათუმში ცხოვრობს, ყველა აი რა ვიცი მხატვარი, პოლიტიკოსი, ყველა ამაყობს იმით რომ ამ ქალაქს აქვს თვითმმართველობის ისტორია. და ჩვენმა უკვე არჩეულმა ადამიანებმა, რომლებმაც ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანო უნდა წარმოადგინონ, დიდი მადლობა უხადეს იმ ადგილისთვის, სადაც იდგნენ მთავრობის თავმჯდომარის ბატონს უხალ თამაზაშვილი, რომელიც და რა ამორჩეველს? და არა, რა ვიცი ხო, აი წინასწარ გადაუხადეს თან მადლობა, ანუ ჩვენს მაგივრად გადაუხადა, ანუ ჩვენ გვეკუთვნოდა ეგ მადლობა, რომელიც მე ნუ ყველას არა მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ აარჩია, არამედ იმისთვის, რომ მიეცა შესაძლებლობა ასევე კარგ ადამიანებთან, რომელიც ასევე ბატონმა ხანთამაზაშვილმა ხო, ჩვენ ხო ვამბობთ, რომ რეალური არ არის ეს თვითმმართველობა, რეალური არ არის არჩევნები და ვინც აირჩია, იმას გადაუხადეს მადლობა. ეს რეალობა ხო წარმოგიდგენიათ, ანუ კითხვის დამსმელიც არ არის, რას ნიშნავს ადგილობრივ თვითმმართველობა და ის შემდეგ. ყველაფერი არის არეული. არ ვიცი, ძალიან რთული და კრიტიკული მდგომარეობა ალბათ. ცელა, მინდა გკითხო ძალიან ემოციურად საუბრობდი იმაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს და დღის წესრიგში დააყენე, რომ ან ახალი ფურცელი უნდა იყოს, ან რაღაც უნდა იყოს. რაღაცა მიანიშნებ მეტ პასუხისმგებლობაზე, იგივე ოპოზიციურ სპექტრს, იგივე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ რაღაცა ახალი უნდა იყოს. ანუ ყველას ცალკე, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს, რეალურად ბრძოლა, რომელიც 1 წლის, 2 წლის წინ დაიწყო, არ დაუწყია მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, დაიწყო სამოქალაქო ორგანიზაციებმა. სინამდვილეში მოქალაქეებმა დაიწყო. რომ სხვადასხვა ტიპის ჯგუფებმა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს და მედია ჯგუფები წარმოადგენენ იმ ჯგუფების ინტერესებს და პრობლემებს, რომელიც ცოტა აქეთ მიღმა იყო პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების თუ პარტიების ინტერესებისგან. შესაბამისად, ყველა ტიპის ინტერესმა დაიწყო, რა ვიცი, წინააღმდეგობის ფრონტი გახსნა აქეთ მხარეს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეხლა ზოგს გვიან მოუწია იმის გაანალიზება, რომ რა საფრთხესთან ვიყავით და ეს შემდეგ. თუმცა ეხლა, ანუ რა ვიცი, კი, რეალობა არის გაანალიზებული, ყველა ცალ-ცალკე, ყველა შეთანხმდა ამ ამბავზე, ოღონდ აი რა უნდა გავაკეთოთ? იმიტომ რომ იმდენ ბევრი რამე გააფუჭა, ყველა ვაი ბოლოს ვამბობდი, რომ ყველა იმის მაგივრად რომ რაღაცა ტიპის აგური დაედო ამ ტიპის, რა ვიცი, ამ ტიპის პროტესტისთვის ერთი აგური ჩამოაცალა, ანუ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, რა ვიცი, სხვადასხვა ტიპის შეიძლება რაოდენობით ამ პროცესს ჩამოაშალა და თან ეთერებში და მამრჩევლებთან საუბარში საუბრობენ იმაზე, რომ უწყვეტი პროტესტი ამ ქვეყანაში ანუ მიმდინარეობს. ამას ამბობენ, ოღონდ რა გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროტესტი არათუ გაძლიერებულიყო. ხო გეუბნებით, ეს კი არ გააკეთეს. პირიქით ყველანაირი აგური, არ ვიცი, უნდა გამოფხიზნდნენ ალბათ და დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რა ვიცი, რას ვაკეთებთ. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა და რამდენხნიანი, იმიტომ რომ ადამიანები უნდა ჩამოყალიბდნენ იმაზე, თქვათ, რა და როგორი, იმიტომ რომ რა ვიცი. რთულია
უამრავი ვალდებულებები აქვს, ხო? მათ შორის არ მყოფ ადამიანებს, ან რა ვიცი, იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი ფიზიკური თუ ემოციური სხვა ტიპის, რა ვიცი, რესურსი დახარჯეს ყველას საქმის გასაკეთებლად და რა ვიცი, თუ თანხმდებით, თქვათ შორის თბილისში ერთ-ერთი პოლიტპატიმრის დედა ამბობდა, რომ წავალო სახლში და მოიხსნა ჩემი შვილი და გამოვალო, იმიტომ რომ რა ვიცი, დავიღალებ რა. ანუ ერთგვარი რაღაცა რა ვიცი, იმისთვის რომ რაღაცა ტიპის მხარდაჭერა გამოხატონ, არა მხოლოდ საკუთარი შვილების სიბრძვიან და საკუთარი შვილების სიმართლის გადაცემას ცდილობენ საზოგადოებისთვის. სხვის მხარდაჭერასაც კი ცდილობენ და ამით შვებიან რაღაცნაირად ახერხებენ ის დარდი გადაიტანონ, რაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების რა ვიცი, მის ოჯახს ჩვენ ხო ვკივა და იმათ ხო რა ვიცი, 10-ნაირად, იმიტომ რომ მათმა შვილებმა თუ მეუღლეებმა ცხოვრების, რა ვიცი, 1-2 რამდენი წელი უნდა დაკარგონ. ამას პასუხი უნდა გავცეთ. მადლობა. მადლობა ციალა ქათამიძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. დღეს ჩვენთან საუბარში არაერთმა მონაწილემ ამ აქციის ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა რაღაც ახალი, რაზეც შეთანხმდებიან აქციების მონაწილეები და იმოქმედებენ ამის მიხედვით. მათ შორის გარკვეული ისრები შეიძლება ასე ითქვას წავიდა ოპოზიციური პარტიების მიმართაც. მათ შორის ახსენეს ლელოც, რომელმაც აირჩია არჩევნების გზა. ვნახეთ რა შედეგებიც დაიდო არჩევნების შემდეგ. ერთ წევრს ბათუმის საკრებულოში შეიყვანს ლელო, ერთ წევრს გახარია საქართველოსთვის და ერთს გირჩი. ფაქტობრივად 25 წევრიან საკრებულოში, 3 წარმომადგენელი ეყოლება ოპოზიციას. გაცილებით სხვა თუ სურათი დაიდო მმართველობის არჩევნების შემდეგ, მაშინ როცა 35 წევრიან საკრებულოში, მაშინ 35 წევრიანი იყო საკრებულო, ანუ ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულო, ვიდრე ახალი შეიკრიბება მოქმედია. თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა ოცნებას, რადგან არანაკლები ხმები მიიღო ოპოზიციამ და ფაქტობრივად მეორე ტურში რამაზ ჯინჯარაძის საკრებულოში შეყვანით მოახერხა ოცნებამ, რომ ასე ვთქვათ, ეს ძალები თავის სასარგებლოდ გადაეწია, შეიძლება ასე ითქვას. მადლობა რომ გვიყურეთ. ასეთი იყო დღევანდელი დღე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ნახოთ როგორი განწყობები იქნება შემდგომში საპროტესტო აქციებზე. ფაქტია, რომ სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ უკვე აქციების მონაწილეები და მათ სურთ, რომ იყოს რაღაც ერთიანი ხედვა პროტესტის იმისთვის, რომ მათ დაინახონ რეალური შედეგები. ფაქტობრივად 313 დღეა დღეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან და აჟღერებენ მოთხოვნებს, რომ 2024 წლის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და უნდა ჩატარდეს და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომ უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და ასევე უნდა გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. მადლობა რომ გვიყურეთ. ახალ ამბებს გაეცანით ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა.